მაქსიმალურად შევეცდები რომ კორექტული ვიყო ამ ვიდეოში. ბლოგერია ვიღაც YouTube-ზე ვიდეოებს დებს ქართველი ჩეჩელაშვილი ვიღაცა ტიპი მინისტრის მოადგილე იყო მამაჩემიო და რაღაცებს ლაპარაკობს რა მოკლედ და ეს კაცი ძახის ეგეთ რაღაცას რა რომ ჩემი შვილიო არისო ეხაო აქციაზეო წასულიო იმ აქციაზეო რომ გალახონო ან დაარბიონო და რამე რო უქნანო ძმაკაცი მყავსო ერთიო ქოცების მხარდამჭერიაო და მივალო და იმ ძმაკაც ყელს გამოუჭრიო და დედასო და აგინებს რა ესე უზა ვისე უზაო მაგის ესეო და ისეო პირდაპირ აგინებს თავის ძმაკაცს მერე იწყებს შვილის ლანძღვას რა რომ აი ამ ჩემა ძმაკაცმაო თავის შვილი ვერ გაზარდაო სადღაც სირიაში ომობდაო თუ რაღაცაო და მე კიდევ აი ესეთი შვილი გავზარდეო რომ აი აქციაზე დგასო და კანადაში სწავლობსო და ცხოვრობსო და რაღაცებს რა აი თან ეს კაცი აწვება იმას რომ აი რაღაცა თბილისელი და თბილისურად და თბილისელობს მოკლედ და თბილისელი ვარო აი ესეთ რამეს ვკითხავდი რა რომელ თბილისში მოსულა ძმაკაცის აიგრეს საჯაროდ გაჭორვა და რაღაცა შვილი ვერ გაზარდა და ის ვერ გაზარდა და ესე უქნა და ისე უქნა მე სად მოსულა ის რომ გამოდის სამხელა კაცი და ეს 1-50 წლის იქნება შეიძლება მეტიც და ეგეთ რაღაცას იძახის რომ ვინც ამ აქციებზე არ დგასო და ამ მხარდამჭერი არ არისო ყველა რუსიაო გამყიდველიო და დედამოტყნულიო და იგინება და იარლიყებს აგენტებიო და რაღაცეებს ყვირის. ნახევარზე მე შენ აი ამ კაცს ვეტყოდი რა მართლა შენ ვინ ჩემი ისახარ რა არ მინდა აი რო ვთქვა რა ვინ ჩემი სირი ხარ ბოლო რო გამოდიხარ და ნახევარზე მე საქართველოს რუსს ეძახი და გამყიდველს და იმას ვინ მოგცა მაგის უფლებაში და რატო აძლევ შენ თავს მაგის უფლებას რომ აი საჯაროდ გამოხვიდე და შეურაცხყოფა მიაყინო მთელ ქვეყანას და იმისკენ მოუწოდო რომ ამას ხო იძახის რომ ამ ჩემ ძმაკაც ესე ყელს გამოუჭრიო და იმას უზავ და ამასო კიდე მოუწოდებს რომ თქვენცო თქვენს გარშემო ვინც არიანო აი ქოცებიო მიადექითო და მაგათით დაიწყეთო რა აი ესეთ მტრულ განცხადებებს აკეთებს ეს კაცი ვიღაცა რა აი როგორ შევაგინებდი უბრალოდ თავს ვიკავებ თორე ყველანაირი გინება ეკუთვნის და ყველაფერი ეკუთვნის იმენა მაგ კაცს აი მაგ ჩეჩელაშვილს და თუ ვინმე მიაწვდენ სამ ვიდეოს მიაწვდინოს რომ არასწორი კაცია და არც თბილისში არ მოსულა აი ეგ რასაც ეგ აკეთებს და არც კაცურში და არც არაფერში საერთოდ არც ქართველობაში არ მოსულა ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცნობა ჩემო ძმებო და აი ყველამ საზოგადოებაში რომ გამოჩნდება ეგეთი ადამიანი რომ თავს წამოყოფს და აი ესე რომ ხალხს სიძულვილისკენ და ძალადობისკენ და დაპირისპირებისკენ მოგვიწოდებს ერთობის ნაცვლად და გაერთიანების მაგივრად ყველა ესეთი კაცი არის ამ ქვეყნის მტერი ან საერთოდ უგუნური შტერი და აზზე არ არის არაფრის და უბრალოდ რაღაცებს ბოდიალობს ან პირიქით არის მომართული იმისაკენ რომ ამ ქვეყანას მტრული სამსახური გაუწიოს და რომ კიდე ერთხელ დავანგრიოთ ეს ქვეყანა მაგისკენ თან იძახის ეს ვიღაცა სირი რომ ისაო ზვიადისტი ვარო მეო და აი ზვიადისტებსაც აგინებს ყველასიო თქვენი ისე და ესეო ვინცო ეხა ამ აქციებზე არ დგახართო რა და ესეთი შტერი და ესეთი ბეცი როგორ ახარ ვიღაცა ხარ რო იძახით რო ზვიადისტი ვარო როგორ ვერ ნახე და როგორ ვერ მიხვდი რა მოუტანა ამ ქვეყანას მაგ ზვიადისტობამ და იმისტობამ და ამისტობამ ხო ზუსტად ეგ იყო რომ ერთმანეთის სიძულვილმა კიდევ განმეორდები რომ გვახოცინა 90-იანებში ერთმანეთი და იმისტია და ამისტია და ის ისეთია და ეს ესეთი ეხლა აი ამ ჩეჩელაშვილს ვიღაცა რო შეხვდეს და გაუხიოს ის თავი აი იმ სიტყვებისთვის რასაც ლაპარაკობს და ხალხს რო აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს მერე გამოვა ეს ბანძი ვიღაცა და იტყვის რომ ივანიშვილმა გამოაგზავნაო ჩემ გასალახად ვიღაცები აი ზუსტად ვიცი მაგას იტყვის იმას კი არ იტყვის რომ რაღაცა არასწორს ლაპარაკობდიო და სირობას ლაპარაკობდიო და იმიტომ მომხვდაო
რომ ხალხს შეურაცხყოფას ვაყენებდიო, მაგას არ იტყვის. იმას იტყვის, რომ აი პოლიტიკურად მდევნიანო და ბიძინა მავიწროებსო, გამოვა მაგას დაიწყებს მაგის ლაპარაკს. ჩვენ არ უნდა მივცეთ რა, ჩვენ თვითონ ხალხმა. აი ეგეთ ადამიანებს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ აი ესეთი განცხადებები აკეთონ საჯაროდ. ყველამ უნდა დავგმოთ და გავაკრიტიკოთ და უნდა უთხრათ, რომ ვინც მაგას გააკეთებს და ვინც ეგრე გაყოფს ხალხს, ყველას დედავატირე და ყველა ეგეთი ადამიანი არის, ან კიდევ ერთხელ ვიტყვი, ან ძალიან შტერი, ან პირიქით მტერი. სხვა აქ მესამე ის არ არის, მესამე ვარიანტი. გული მისკდება, რომ აი ვიღაცები აი ამ განცხადებებს და ამ კაცი კომენტარებს რაღაცა აი ყოჩაღდა, საღოლდა, აი ეგრე უნდა და მიდი და რაღაცეებს წერენ. აი რა დაგუმართეს საზოგადოებას და რა დღეში ჩაგვაგდეს. ჩემი ძმაკაცები, ჩემი ბავშვობის ძმაკაცები განან იმ აქციებზე და იმ ოპოზიციის მხარდამჭერებიც არიან, მაგრამ ეგ საერთოდ რა სისულელია და ეგ რანაირად ნიშნავს იმას, რომ უნდა მძულდეს ისინი და უნდა ვერჩოდე რამეს და უნდა გავანადგო, რომ აი ეგეთი რამეს რო კაცი იტყვის, ყველა ეგეთი ქართველის დედა მოვტყანო მე. რომელიც აი ქართველებს მოუწოდებს და ძმაკაცებს, რომ ერთმანეთი ხოცონ და ერთმანეთს ყელი გამოჭრა. ყველასი ვინც საქართველოს ინტერესზე დააყენებს, ან რუსეთის ინტერესს, ან ამერიკის და ან ევროპის და ან ნებისმიერი ქვეყნის ყველა ეგეთი კაცის დედაც. ყველასი ვაფშე. მაგრამ შენ რო რაღაცა გელანდება იქ ვიღაცა ჩეჩელაშვილო შებოდიში და აი უნდა ვთქვა რა შედედა მოტყნულო ვიღაცა ხარ ჩეჩელაშვილო როზი ხარ და მილიონზე მეტ ქართველს რო იმას როს ეძახი და გამყიდველს და მოღალატეს და დედას რო აგინებს შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ ვინ ხარ რატო აძლევ შენ თავს მაგის უფლებას ერთი გამოსავალი გვაქვს ჩვენ რო რაღაცაერად სწორგზაზე დავდგეთ რა აი როგორც ქუჩაში არ მოსულა რა და როგორც ქუჩაში მოეთხოვებათ აი ეგეთ ბალამუტზე როგორიც აი მაგ კაცმა თქვა რა რო ამოაგლიჯავდნენ იმენას და მთელი ცხოვრება რო ჩაჯმული ივლიდა აი ეგრე უნდა იყოს პოლიტიკაშიც ეგრე უნდა მოითხოვებოდეს რა და არ უნდა იპატიებოდეს შეცდომა არც პოლიტიკოსებს არ უნდა იპატიებოდეთ პოლიტიკაში მძიმე შეცდომები და არც აი ეგეთ საზოგადოების ჩვენი საზოგადოების წევრებს არ უნდა იპატიებოდეთ ის რომ გამოვიდნენ და ჩვენ ქართველებს რაღაც შეურაცხყოფას გვაყენებდნენ რაღაც ჯგუფს და რაღაც ჯგუფს ესე იგი იმათ ყველაზე უზენაესად და იმათ ნათლად და ყველაზე პატრიოტებად წარმოაჩენდეს და დანარჩენს ყველას ესე იგი თავიდან ბოლომდე იმას რუს და გამყიდველს ეძახდეს და მოღალატეს რანაირად მოსულა ეგეთი რამე ყველა უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთხელ ვიტყვი. აი ეგეთი ადამიანები და რომლებიც გამოვლენ და აი ესეთ განცხადებებს გავრცელებენ, ეგენი არიან ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების მტრები. ან არიან შტერები და დეგენერატები და ვერ ხვდებიან რას ლაპარაკობენ, ან პირიქით. ძალიან კარგად იციან, რასაც იძახიან და რისთვისაც იძახიან. აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ამით უნდა ამოვიცნოთ ვინ არის ამ ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი და ვინ არის ამ ქვეყნის დამღუპველი და ამ ქვეყნისთვის ბოროტების მომტანი